ემიგრანტის სუნამოების გასაყიდად გახდი? და სასაცილო სმაილი. შეტყობინების ავტორია ჩემი ასაკის ადამიანი, რომელიც თვითონ არ მუშაობს, თუმცა მას ფინანსურად უზრუნველყოფილს ხდის ემიგრანტი დედა, რომელიც უკვე 17 წელია ემიგრანტია. მინდა რომ საჯაროდ გიპასუხო. ემიგრანტობა ძალიან რთულია. აი ამ кейსის მეშვეობით, რასაც შენ სუნამოების გაყიდვას ეძახი, მე მაქვს ჩემი ონლაინ ბიზნესი 45 ქვეყანაში. ვსწავლობ ახალ პროფესიას, რომელიც ყოველთვის მომცემს ფინანსურ დამოუკიდებლობას. სწორედ ამ საქმის მეშვეობით, რაზეც შენ დღეს გეცინება, მე დავასრულებ ემიგრაციას და დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში ძალიან მალე. ამას გპირდები. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვს. იმუშავე ონლაინ, იქნებ მალე დაბრუნდეს დედაშენით საქართველოში. ყველა ქართველს უნდა საქართველოში ცხოვრება და ყველას ოცნება ეს არის და მე ამ ოცნებას აი ამ кейსის მეშვეობით ავიხდენ.